სენამ ჩემი ყურადღება პირველად მონტე-კარლოში მიიპყრო. სწრაფ საკვალიფიკაციო წრეზე ვიყავი. შუა გზაზე ვიღაც ძალიან ნელა მოძრაობდა, ისე რომ სარკეებში არც იხედებოდა. მან ჩემი საკვალიფიკაციო წრე გაანადგურა. მოგვიანებით ის პიტლეინზე მოვძებნე. მივედი და ვუთხარი, შენ აქ ახალი ხარ ფორმულა 1-ში. რატომ არ იქცევი დანარჩენებივით? რატომ არ ითვალისწინებს ხვებს? ჩვეულებრივ ჩვენ გზას ვუთმობთ ერთმანეთს და საშუალებას ვაძლევთ საკვალიფიკაციო წრე შეუფერხებლად გაიარონ. მან შემომხედა და კარგი, არაა პრობლემა. შაბათის კვალიფიკაციაზე სწრაფი წრე დავარტყი. პოლ პოზიციაზე ვკვალიფიცირდი, მაგრამ ტრასაზე დავრჩი. ნელა მივდიოდი და სარკეში აირტონის გამოჩენას ველოდი. აირტონი მოსახვევიდან გიჟივით გამოვარდა. მე ამ დროს შუა გზაზე ვიყავი. ჯერ დავამუხრუჭე, გავჩერდი. მერე კი სიჩქარეს მოუმატე. მისი წრე გაფუჭდა. პიტლეინზე აირტონი გაგიჟებული მომგვარდა. მე მას ვუთხარი. აი, ამის შემდეგ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მან მიიღო ყველაფერი, რაც ვუთხარი. ჩვენ ვისაუბრეთ და მეტი პრობლემა აღარ გქონია.